ძალიან დიდი მადლობა ბენც მოგესალმებათ ლეგიტიმური ვანო შოუ პირველი ლეგიტიმური იუმორისტული შოუ TV პირველზე ესეთი ძალიან საინტერესო დასაწყისით ძალიან კარგია ჩემ ლეგიტიმურ მონოლოგს ვიწყებ ცენტრალური თემით ორ დღეში გაიმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ არალეგიტიმურად არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის არალეგიტიმური ინაუგურაცია ბოდიში ტავტოლოგიისთვის, მაგრამ ფაქტი ასეთია. 29 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება თარიღი, როდესაც არალეგიტიმურ ტახტზე ავიდა თვით გამოცხადებული მმართველი მეფე ქართველთა სპორტსმენთა, მეფე ფეხბურთისა, მეფე ზამენისა, მეფე ხალხის ძალისა და დაგინებისა, მიხეილ მეოთხე ჰაბიტუს დამამშვენებელი. ჰაბიტუს დამამშვენებელი ძალიან საინტერესოა. არა, ჰაბიტუსი მართლა ქვეყნის მმართველის აქვს ამ კაცს. თუნდაც როსტევანი გავიხსენოთ ვეფხისტყაოსნიდან მაღალი უხვი დაბალი ლაშქარ მრავალი ხმიანი. ყაველაშვილიც ესე მაღალი მაღალი კაცია რა. ესეთი კარგი ესეთი მეტი რა მოეთხოვება ახლა პრეზიდენტს მაღალი უნდა იყოს და ესეთი ხარბეჭია. მიხეილ ყაველაშვილს მინდა ინაუგურაციისთვის რჩევა მივცე. მიხეილ, დაწერილ სიტყვას რომ წაიკითხავ ფიცის დადების წინ არაგერიოს მარჯვენა ხელი უნდა დაიდო გულზე. ასე უნდა წარმოითქვას ფიცი. მარჯვენა, მარჯვენა ხელი, ეხლა შეხო მაკედა ხო მიყურებ. ეს არის ეხლა მაკედა, ეს არის მარცხენა, იმას ეს იქენთვის ეხლა მარცხენა არის და აქედა მარჯვენა. აი უყურე ახლა ესე ხო მიყურებ. აი როგორც მიყურებ, ეს არის მარჯვენა და ეს არის მარცხენა. აი აქედან არის ცოტა რთულად გასაგები, ხო ცოტა მარტივია, ცოტა რთული ამბავია რა ეს. სალომე ზურაბიშვილმა კრიზისიდან გამოსვლის მიზეზით ოლიგარქს მიმართა, მოვიდესო ბიზნაო რეზიდენციაშიო, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნებიო, თორე ეს თავრობა ჩამოიშლებაო. სიმართლე გითხრათ, ეს პროცესები ისე მიდის, არა მგონია ბიზნესთვის 2025 წელი კარგი წელი იყოს. თან როგორც ირკვევა რუსეთში იანუკოვიჩი იქ არის, ასადი იქ არის და ასლან აბაშიძე არიან იქ სამი კაცია. აშკარად ჯოკრისთვის ერთი კაცი აკლიათ. ერთი კაცი აკლია აი ჯოკერს, აბა სამი კაცი როგორ ითამაშოს, ეს ხედან და გელოდებიან. მინდა გადავიდე ძალიან მძიმე თემაზე, წინა საახალწლოდ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოულოდნელი საჩუქარი მიართვეს ოცნების ზალონებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრი, არც მეტი, არც ნაკლები, ვახტანგ გომელაური და გედედეს შეფის მოადგილე მირზა კეზევაძე მაგნიცკის სიაში შეიყვანა. ფაქტიურად ჩვენი უდარდელი მინისტრი თლათ უდარდელიც აღარ არის. ახლა უკვე უნდა დავარქვათ მას დარდიანი მინისტრი ვახტანგ გომელაური, რადგან მისი საკრედიტო ბარათები და ანგარიშები კვახად გადაიქცა. კონკიას ხომ 12 საათზე გადაიქცა ყველაფერი კვახად და ამას 12 წლის მერე გადაიქცა ყველაფერი კვახად. ალბათ მოუწევს ისე ვარკეთილის ოროთახიანში დაბრუნება. ხო მართლა ეგრე ცხოვრობდა. ოროთახიანში იყო. კაი ჩეხური ბინა, ოღონდ ჩეხური კაი ოროთახიანია, სხვათა შორის ლოჯითაქს და უფრო ისეთი ბევრი ისეთი. მაგნიცკის სია ძალიან მძიმე სანქციაა. მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფინანსურად ადამიანის სრულ იზოლაციას ნიშნავს. გომელაური ვერცეთ საბანკო სისტემით ვერ ისარგებლებს. ვახო მოგიწევს ახლა ბადრი ესებუასავით მოიკიდო ფული ტომრით და იარო აქეთ-იქით. აქეთ-იქით, იმიტომ რომ ქვეყნიდანაც ვერ გახვალ, იმიტომ რომ შანსი არ აქ უნდა იმოძრავო სადღაც ახლო-მახლო. გომელაური იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ხელფასი ჩაერიცხება მუთაქაში. აბა ანგარიშები მაგას აღარ ექნება და მუთაქა იქნება ის ერთადერთი გზა თანხის დაგროვების და შენახვის. გოჭის ყულაბად შეიძლება პატარა ესეთი ლამაზი გოჭის ყულაბები იქ ჩაყარო ხოლმე. მოდით ნახოთ როგორ ეხმაურება ამერიკის სანქციებს ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. ძალიან ძლიერი პიროვნება ეს. არა მხოლოდ გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებულიც ვარ. რა ვერ მოვახერხე ისეთი და რა სიმართლე ვერ თქვი რომ უცხოური გავლენის და გლობალური ომის პარტიისგან სანქცია ვერ დავიმსახურე.
ფაქტიურად თვითონვე აღიარებს ადამიანი, რომ ისეთი ყოჩაღი ვარ, რომ სანქციაც კი არ მაღირსესო. ნუ ამ წინადადებაში სიტყვა ყოჩაღის ნაცვლად ჩასვით ნებისმიერი სიტყვა თქვენი სურვილისამებრ. ძალიან საინტერესო გამოდის სხვათა სახალისოვანი ჩასმები ძალიან კაია. მაჭარაშვილი როგორ სიტუაციაში იცით, მიტოვებულ მთებში ადამიანი რო დაიკარგება, თვითფრინავის ხმას რომ გაიგონებს და რო ეძახის, აგერ ვარ, აგერ, თვითფრინავი რო გადაუფრეს უბრალოდ. ესე ეძახის ამერიკას, აგერ ვარ, დამასანქციე, აგერ ვარ, მაგრამ არავინ ყურადღებას არავინ არ ამჩნევს. ანუ ამით ის გითხრა, რომ იმდენად არარაობა ვარ და არაფერს წარმოვადგენ, არც კი მასანქცირებენ ეს შობელძაღლებიო ესენი. საერთოდ მე არ მესმის რა სანქციებზე ვლაპარაკობთ. ქართულ ოცნებას მინდა მივმართო. ხალხო, სად არის თქვენი ტრამპი? სად არის თქვენი ტრამპი? თქვენი ჟღალი მიმინო. სად არის? თქვენ არ იძახთ ტრამპის არჩევნების შემდეგ შეიცვლება ყველაფერიო. აბა გადავხედოთ რას ამბობენ ოცნების ლიდერები ტრამპზე. მოდით ნახოთ კახიკალაძის განცხადება. ტრამპი გაატარებს ამერიკის ინტერესს. ჩვენ გასაკეთებელს ტრამპი ვერ გააკეთებს. რა საინტერესოა, მოდი აბა ვნახოთ მამუკამდინარაძე რას ამბობს. ჩვენ არც უიმედოთ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. აბა რო გაიძახდით მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით. ახლა სად გაქრა ეს შემართება? რა ხდება გამაგებინეთ? რატომ მოიკუნტეთ? რატომ ხართ ესე მოღვამფლულები, რა მოგივიდათ? რატომ მოიბუზეთ? კიდე რა შეიძლება ვთქვათ? რატომ მოიღვინთეთ? აი ეს რა ხდება? რა ის ფრაზა დაფრთხნეს საბრალოები, აი ეს ფრაზა ხდება ხოლმე მონამიებიდან. არა და როგორ ეფერებოდნენ? ჩემი ჟღალი მიმინო. ხო და ახლა უკვე ეს ჟღალი მიმინო გადაექცათ შავ ყვავყორნად. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ჟურნალისტები რო კითხავენ ოცნების წევრებს, აბა რა ხდება? ალაგებთ ტრამპთან ურთიერთობასო? მათი პასუხი იქნება ტრამპი? აბა ტრამპი. ტრამპი არ ვიცი, აბა არ ვიცი, რაზე მეუნები ესეთი სიტუაცია. ნუ სანქცირებული მინისტრის და ძალოვნების მხარდასაჭერად საოცარი სვლა მოიფიქრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან დაგვიანონსა, რომ ღირსების ორდენით დააჯილდოებს გომელაურს და სხვა მოძალადე ოცნების ჩინოვნიკებს. ნუ ღირსების ორდენით უნდათ რომ დააჯილდოვონ ჯალათები და მათ შორის ხარება. ქართველი ხალხის დასისხლიანებისთვის მთავარი ორდენები რუსეთიდანაც წამოვა, დაელოდეთ ამხელა გმირობას, რუსები არასოდეს დაგივიწყებენ თან ამხელა საქმე, რომელიც მათ უნდა გაეკეთებინათ, თქვენ გაგაკეთებინათ და წესით უნდა დაფასდეთ, იქიდანაც უნდა დაფასდეთ. მინდა გითხრათ, ღირსების ორდენით აჯილდოებენ იმ მათ, ვის თანამშრომლებმაც აქციის მონაწილეების დარბევის დროს მობილურები მოპარეს და შემდეგ ჩააბარეს ლომბარდში. წარმოგიდგენიათ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადრე თუ კარმანშიკებს ვერიდებოდით, ახლა პოლიციას უნდა ვერიდოთ, რომ ტელეფონი არ ამოგვაცალონ ჯიბიდან. ან შეიძლება მოვიდეს და გითხრას, რომ ზარი გამაშვებინე და გაიქცეს ტელეფონიანად ჩვეულებრივად. რა ვიცი, მანქანიდან აკუმულატორებს არ ამოგვაცლიდნენ და აღარ დავეძებ არაფერს. შვიდათ რო ვიძინო სახში. აქციები კვლავ გრძელდება და პროტესტი სულ უფრო და უფრო იმატებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალ 2025 წელსაც რუსთაველზე შეხვდებიან 31 დეკემბერს შეკითხვაზე რას აპირებ? პასუხი იქნება პირიქით, ჯერ გარეთ და მერე ვნახოთ. ახლა ხო იყო ეს სახში და მერე ვნახოთ. პროტესტი იმატებს, მაგრამ ირაკლი კობახიძე იხტიბარს არ იტეხს და იმ აქციაზე ამბობს 3000 კაცსო ძლივს აგროვებენო ამ აქციებზე ამბობს, რომლებსაც 200,000-ამდე ადამიანი ესწრება. ირაკლი ხო 3000 კაცი იყო აქციაზე მართლად. წარმოიდგინე როგორი სირცხვილია თან თქვენთვის. ეს სულ რაღაც 3000 კაცი რომ გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან. თან ეს იქნება მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ვიწრო წრეში მომხდარი რევოლუცია. წარმოიდგინე 3000 კაცი რომ გიშვებს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მთავრობის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები ისევ ციხეში არიან. თავისუფლება მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ონისე ცხადაძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს ძვირფასო ტელემაყურებლებო იმედი გვაქვს ეს ადამიანები 2025 წელს თავისუფლებაზე შეხვდებიან. საპროტესტო ტალღას შეუერთდა ბიზნესიც.
უკვე 2300-მა კომპანიამ ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის მიხედვითაც ითხოვენ ახალ არჩევნებს. მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს. ჩვენო ბიზნესმენო დებო და ძმებო. მოგესალმებით სამგორის სილიკონის ველიდან. რასაც თქვენ ახლა ამბობთ, მაგას ვიძახით ჩვენ 2012 წლიდან და რახან ჩვენი აზრები დაემთხვა. იქნებთ გახდეთ ჩვენი უძველესი ევროპული გადაცემის მთავარი სპონსორი. და შეეშვათ პრორუსულ ცეკვავენ ვარსკვლავების დაფინანსებას. ამაზე ევროპული ძირძველი ევროპული გადაცემა მეორე სად არის მითხარით. დიახ მეგობრებო, ახლა ადექით მოკიდეთ ხელი თქვენს ბოიკოტს და სასწრაფოდ მოიტანეთ ტბელ აბუსერიძის 13 ნომერში. TV პირველი შენობაში და ჩვენ მივხედავთ, გაითვალისწინეთ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ბოიკოტი რა ვალუტაში იქნება. მთავარია მოიტანეთ სასწრაფოდ. აი ამ სტუდიიდან გავაპროტესტოთ. ეს ყველაფერი. მონოლოგის ბოლოს მინდა გაგასვოთ ერთი სკანდალური ინფორმაცია. ჩვენ ხელს ჩაგვივარდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით შექმნილი საქართველოს ისტორიის ქრონიკები, რომელშიც შეტანილია მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის მონაკვეთი. მაშასე დავიწყოთ, საინტერესოა. ჩვენი მომდევნო პრეზიდენტი იქნება მიხეილი. განაუბრალო მიხეილი ის მიხეილია, მიხეილ ყაველაშვილი. ის არის კაცი კაცური, რჩეული ერისა, რჩეული სპორტისა, გლადიატორი ოლიგარქისა, მიხეილ სპორტიუს ჰაბიტუს დიპლომიუსი. მან დაამთავრა საშუალო სკოლა, განა 1 კლასი, განა 2, განა 3, განა 4, 9 კლასი. იცით რამდენია 9? აი ამდენი. მგლის მუხლი, ლომის ხასიათი, არწივის გამძლეობა, კატის რეაქცია და ძაღლის ბედი, ეს მიხეილ ყაველაშვილი. აწურის ბრძოლა, ხრესილის ბრძოლა, გწანისის ბრძოლა, ეს იმ ბრძოლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ მიხეილ ყაველაშვილს არც კისმენია. მისი საყვარელი ფილმია შერეკილები, ხოლო საყვარელი ფრაზა აქედან ვერ წაშლით. იმიტომ რომ აქედან არც არაფერია წასაშლელი. მასზე არსებობს არაერთი ლეგენდა თუ გმირული საქციელი, როცა ღმერთი ჰაბიტუსებს არ იგებდა, ყაველაშვილი საერთოდ არ მისულა, იმიტომ რომ ჰქონდა. ის იმდენად უბრალო იყო, რომ ოცნება ჰქონდა, მთელი ქვეყანა მას დამსგავსებოდა. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს ადგა და წიგნი აკრძალა და საშუალო განათლება სკოლებში დაწყებითებამდე დაიყვანა. მას ადრე გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა. მისი გონება თავისუფლად იტევდა ერთ მოთხრობას და 2 საბავშვო ლექსს. თუმცა რაც Nokia N73 გამოვიდა 28 მეგაბაიტიანი ჩიპით, მან კონკურენციას ვეღარ გაუძლო და ფეხბურთს მიაშურა. ყაველაშვილმა ერთხელ გადაცემა რასად როდიშიც მიიღო მონაწილეობა. აქ მემატიანე წვეთ წერას და არავინ იცის იქ რა მოხდა. ერთხელ ჩვენს დედაქალაქს მტრის სადამსჯელო არმია მოადგა. იქვე მიხეილი შენიშნეს, თავისთვის იდგა და მზეს უმზირას ჭამდა. მიუახლოვდა მტრის სარდალი და ეუბნება: „ეი შენ! გაგვიძეხი წინ და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიგვიყვანეო. თორემო თავს მოგაჭრითო, კარგითო უთხრა მიხეილმა. გამომყევით და გაჩვენებთო. 2 კვირა ატარა მიხეილმა მტრის სადამსჯელო არმია და ვერ იპოვა ბიბლიოთეკის შენობა. ოღონდ მართლა ვერ იპოვა. წყლის ჯარი შიმშილით და წყურვილით დაიხოცა. განა არ შეეძლო მიხეილის გაერკვია სად არის ბიბლიოთეკის შენობა, მაგრამ დღემდე არ იცის, რადგან შეგნებულად ვაიდე ისევ მოადგეს დედაქალაქს მტრის ჯარი, სანამ ყაველა პრეზიდენტია იძინეთ მშვიდად მოსახლეობაო. მასზე ლექსები იწერებოდა: ჩვენი მიხეილი ყაველა წიგნის მოძულე კაცია, კონსტიტუცია ჩააცვეს, გაკრა ხელი და გახიაო. ვახტანგ გორგასალს ხმალი ამძიმებდა. აღმაშენებელ სოდვები, ამიტომაც დაწერა გალობანი სინანულისანი. მიხეილ ყაველაშვილს კი არაფერი ამძიმებს.
არც ცოდნა და არც ცოდვა. ის ძალიან მსუბუქია, ამიტომ ის ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მსუბუქი ქენქერა პრეზიდენტი. დიდი მადლობა. აი ამით მინდა დავამთავრო ჩემი მონოლოგი. უღრმესი მადლობა ჩვენს შოუს აფროების ბენდი თამუნალეკო იშვილს თქვენ მადლობთ. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.